შოთა რუსთაველი არის ძალიან მაგარი პოეტი. აი მე მგონია, რომ უბრალოდ ეს ვეფხვის ტყაოსანი რაც დაწერა ამ კაცმა, მაგის მეტი ხო ცხოვრებაში არაფერი არაა გაკეთებული. ერთი დაჯდა ესი და მთელი ცხოვრება მაგას წერდა დებილივითი. ის ფაქტი, რომ შოთა რუსთაველი ერთი ნაწარმოებით გახდა უკვდავი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ისტორია სავსეა ადამიანებით, რომლებსაც მთელი ცხოვრება წერაში გაატარეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანები უკვე აღარავის არ ახსოვს. თუმცა მთავარი აქ არის ის, რომ შოთა უბრალოდ მჯდომიარე პოეტი არ ყოფილა. ის იყო ერისთავის სტატუსის მქონე ადამიანი, დაკავშირებული ბაგრატიონთა წრესთან. ამასთან ერთად იგი მსახურობდა სამეფო კარზე, კონკრეტულად თამარის ეპოქაში. ჩვენამდე მოღწეული სრული ნაწარმოებია ვეფხვის ტყაოსანი, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ლექსების კრებული. ეს არის ეპიკური პოემა, სადაც საუბარია სიყვარულზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე, ღირსებაზე და ადამიანობაზე. სწორედ ამ ნაწარმოებმა შეძლო საუკუნეების განმავლობაში არსებობა და მისი მნიშვნელობის შედარჩენა. დაჯდა ესი და მთელი ცხოვრება მაგას წერდა დებილივითი. მთელი ცხოვრება ერთი წერ შეჩემა მგონი რომ დებილი ხარ და რაღაც პრობლემა შენშია. ეს ადამიანი ამ ვიდეოში იძახის, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი ეს ვეფხვის ტყაოსანი დაწერაო, მაგრამ აი ლოგიკურად და მეტი პრაგმატული თვალით რო შევხედოთ, ამხელა მასშტაბური ტექსტის შექმნა თან ესეთი სრულყოფილის გამოცდილების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. ამასთან ერთად გეცოდინებათ, რომ შოთა რუსთაველის ბიოგრაფია არის საკმაოდ მწირე, მაგრამ მკვლევარები ამტკიცებენ იმასაც, რომ ვეფხვის ტყაოსნის გარდა შეიძლება მას ქონოდა დაწერილი სხვა ნაწარმოებიც, მაგრამ ისიც გეცოდინებათ, რომ შუა საუკუნეებში ხშირად ხელნაწერები იკარგებოდა ომის და ხანძრების გამო. ვერ ხო სკოლებში ბავშვებს ტვინს უბურღავენ ამით ისწავლე, მოკები დავით ის ცნებას რაღაცაი აბდაუდა დაწერილი და ტიპმა იმენა მთელი ცხოვრება ეგ წერდა. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ დავით გურამიშვილს და შოთა რუსთაველს ერთმანეთში ნუაურებთ, იმიტომ რომ შოთამ ვეფხვის ტყაოსანი დაწერა და ის ციტირება, რომელიც შენ გამოიყენე ახლა ამ ვიდეოზე, მოჰყევ დავითის ცნებასა, ეს საერთოდ არ არის შოთა რუსთაველთან კავშირში. ერთადერთი რაშიც მე ამ ადამიანს ვეთანხმები არის ის, რომ სკოლაში მართლა ძალიან ცუდად დასწავლიან, მე თვითონაც კი ძალიან ცუდად მოვჩარჩენილი ტრაუმის სახით მაქვს, მაგრამ ეს არის თვითონ სწავლების პრობლემა და არა თვითონ შოთა რუსთაველში. საბოლოო ჯამში მივდივართ ერთ დასკვნამდე, რომ შოთა არ იყო ვიღაცა პოეტი, რომელმაც რაღაცა ვეფხვის ტყაოსანი დაწერა, ის იყო გენიალური პოეტი, რომელმაც შექმნა უკვდავი ნაწარმოები, ამასთან ერთად ერისთავი, რომელიც მოღვაწეობდა სამეფო კარზე. თუ გსურთ გაიგოთ მეტი შოთა რუსთაველის ვინაობის შესახებ, მაშინ არ დაგავიწყეთ ამ ვიდეოს დალაიქება და ჩვენი გვერდის გამოწერა.